დღეს გავივლით უშუალოდ პორტალში, როგორ გამოიყურება ჩვენი 51 ანალიზი გადანაწილებული სხვადასხვა ზღვრების მიხედვით. ჩვენ როგორც თქვით, Vitality იყენებს ცოტა უფრო განსხვავებულ performance range-ებს, ანუ ზღვრებს. ამ შემთხვევაში მოხდა ესე, რომ 51 ანალიზიდან, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში 27 მოხდა performance range-ში, 18 იყო ნორმის ფარგლებში, რომელიც ჩვეულებრივი სამედიცინო ნორმა არის, მაგრამ Vitality-ის სისტემის მთელი, ასე ვთქვათ, მუღამიც ის არის, რომ აქედან დროთა განმავლობაში მწვანეში გადავიდეს და წითელი იყო სამედიცინო რეინჯებიდან, ასე ვთქვათ, ამოვარდნილი. აი ეს არის ჯამში გადანაწილება, როგორც pie chart-საც ვეძახით, აი ამ ფორმით. აი შეგიძლიათ ახლა ეს ნახოთ, აი ესე არის, რომ კარგად გამოჩნდეს ეკრანზე და უშუალოდ, როდესაც ჩვენ მარჯვნივ წამოვალთ, ახლა გადიდებულია ეს ეკრანზე, აქეთ არის ჩამონათვალი, რომ დავკლიკავ, თქვათ, out of range-ი რამდენი არის, რამდენი მოხდა, ასე ვთქვათ, out of range-ი. მერე ნორმის ფარგლებში რეები არის და რა მოხდა ნორმის ფარგლებში და ასევე performance range-ში რეები მოხდა. ანუ სათითაოდ არის ჩამოთვლილი და ძალიან ადვილად შეგიძლიათ მივხვდეთ თუ რომელი არის სამედიცინო ზღვრების იქით და რომელი არის სამედიცინო ზღვრებში და performance range-ებში. ერთი შეხედვისთვის ძალიან მარტივი არის და შემდეგ სერიაში უკვე გავივლით, ავიღებთ რამოდენიმეს დეტალურად და ვისაუბრებთ თითოეული ინდიკატორის ზღვრებზე და თქვათ რას გვთავაზობს უშუალოდ Vitality, რომ ეს ზღვრიდან სამედიცინო ზღვარი იქნება ეს თუ ზღვრიდან ამოვარდნილი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ და გადავიდეს უკვე performance range-ში.